დღეს წიგნი საჯარო კითხვის მსოფლიო დღე. ზუსტად ამ წუთებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთი მეორეს მიყოლებით ცვლიან ერთმანეთს კითხველები და კითხულობენ შექსპირს და ალექსანდრე დიუმას, სერვანტეს და თომას მანს. ჩვენს გვინდა მონაწილეობა მივიღოთ ამ საქმეში და ქართული პროზის, მინიატურული პროზის რამდენიმე შედევრი შემოგთავაზოთ. გიორგი ლეონიძე, ხევები თითქოს ჩამოხეულან. ხევები თითქოს ჩამოხეულან. ძუძუსავით ჩამოკიდებულ სოფლებს ჩამოსდევს წყევლა და ხევები თითქოს ჩამოხეულან. ხანდახან დამხრის შავი და უსასყრო ჟამი, დაწყევლილი და ცივი. ხანდახან სიტყვა ცხმელ წიფელსავით გახმება და ჩავჩუმდები და ხევები თითქოს ჩამოიხევრიან. ნეტავ ხევები რაღამ ჩამოხია. ნეტავ ნისლიანი ხელი რაღაც მოსდევს ხევებსა. დაოდეს სიჩუმე და ობლობა მოვა. ჩემი გული დაიზიდება სხვებისაკენ და ასწყდება სარამას ყეფა და ხევები დადუნდებიან. ჩამოხეული ხევები და სარამა აედევნება ინდრა ღმერთსა და ხევები თითქოს ჩამოხეულან და სარამას ყეფა ასდევს ხევების ბუზღუნსა და თუ სიჩუმე და ობლობა მოვა, ძუძუთ ჩამოკიდებულ სოფლებს ჩამოყვება ყეფა სარამასი, ვითაც ყევლა და ლოცვა. და ხევები მაინც ჩამოხეულან და ხანდახან ყებს სარამა და ხევები მაინც ჩამოხეულან. კიდევ კარგი ჰინდურმა მზემ მოიტანა სარამა. ეგებ მენაც გავიგონო სარამას ყეფა, ძუძუთ ჩამოკიდებულ სოფლებიდან. ხანდახან მოვა ცივი და უსასყრო ჟამი და დაწყევლილი ობლობა და სიმარტოვე და ხევებიდან ასწყდება ყეფა სარამასი, ინდრას ერთგული ძაღლისა. დიახ, ხევები ჩამოხეულან. სარამა, სარამა. ნიკოლო გეპარდით, მოლოდინში. მიყვარს ჭიქაქოხილი, როცა არ იცი რას მიეკეთო. როცა დიდი ხე საშიშარია, მეხი არ დაეცეს. მინდორულში კი მარტოობით სული გეხუთება, გრიგალი ქარცის მუტაცებას გიპირებს და თვალში გაყრეს, რაც მიწას ვერ შესხლოცებია. ზევიდან ბნელად დაქროლებს შავი ღობელი. ქვევით კოჭებამდის კირთხავს ნიაღვარი. ბრძოლაა სიცოცხლისთვის ჩქებს სისხლი გავიწყებს წვიმან უსიავნებას ცდილობ როგორმე სიკვდილს გადარჩენ. მიყვარს მოწმენდილი ცა. ნიავი ოდნავ ეკარებაში, ზურმუხცას მზიშუქი აღიმოწ. მწვანე ბიბინებს დამატყობად ხეები ნაზად იხრებიან, ვით ჩამოვის დროს მოლეკულე მეგრელის ქალი. ჩიტები სხვადასხვა ხალხზე უღერიან თავიანთ საკითხებს, წყნარი მოდუდუნებს, მიდუდუნებს აცის კრონეული მდინარე. გიტაცებს სიამე ქვეყნისა, შენს გულს იმეს გულის ბუნების მეჯლისი, ასწილ ნეტარებით გადახდილი მწუხარება იდრგუნება, ქრება. ოხ ბედო, რას მაგდებ მუდამ უღიმღამო ბუნებაში, მოღრუბულა, ხოლოდ აქ არის დარჩენილი მოწმენდილი ცის ნაჭერი. მიზოზინებს ხრუბელი და ოდნავ მანათობო მთვარებს ისე უყლავს თავის წყვრიანში. ვარშულად გულს ვერ მოსწევ. ძირს მიწას მიჩუმებულა, თითქოს უცდის მოწყენილი როდის მოვა განკითხვის დღე და ფიქრობს, როგორ მოვიქცე. ამ ღრუბლ მდინარეს ვერ პედავს ნაბეს და ეჯახოს. გვერდსოფლის ბუდბუდი სალს კლდეებს. იგი დროს ელის ჭიქასა და გრიგას კოკისპირის წვიმას, რომ ცით დაიმედებულმა სალი კლდე ქვეშ გათელოს გზა გაიხსნას. კრული იყოს ასეთი დრო მომდენის დრო ფეთქთავის სიცოცხლისა. გურამ რჩეულიშვილი, ლამაზია გურჯის ქალი. წვიმა ისევ მოდიოდა, უფრო ჩამობნელდა, ნელა დაიძრნენ ლეკები. გამზა მარჯვე იყო, ოსმანიც, ალი არა. აღაბი იყო მათი მეთაური, ტყისპირას სახლი იდგა, გამზა აივანზე აძვრა, ოსმანიც, აღაბიც, ალის ცხენები ეჭირა. დილით უკვე კავკასიონს გადაცდნენ, ჩადორზე გადავიარეთ, თქვა აღაბიიმ და ხელები ალაჰისაკენ აღაპყო. სხვებმა სახეები აწიეს. დიდარ სალახი, ხელები დაკავებული ჰქონდათ, ალის დატყვევებული მამა გაედო, ოსმანს და გამზას თვითონ თინათი. მთელი ღამე აწვალეს ტყვევმა, მაინც დაიმორჩილეს, შეკრულებს თითებიდან სისხლის დიოდათ, თავპირი დასიებული ჰქონდათ ცემისგან, თინათინ იმძრაოდა კიდეც, გამზას მაგრად ეჭირა. ოიალა, ცეფ აღმოხდა გამზას და ვინიდან გადმოჭგებულ სისხლს პირი შეაშველა. თინათინმა ლეკის სისხლი გადმოაბურჭა, გამზამ ხანჯალი გაიძრო, თინათინმა ნაბადიდან გამოყო თავი და შავი თვალები შეანათა. რაღაც უცდი, თქვა აღაბიიმ. სხვებმაც დასტური მისცეს, გამზა გაშეშდა, მერე ხანჯალი ჩააგო. რაღაც უცდი, გაიმეორა აღაბიიმ. ლამაზია გურჯის ქალი, თქვა გამზამ. შოთა ჩანდლაძე, ქალი. ვიცი თქვენ უმიზეზოდ გამოხვედით ქუჩაში.
ეხლა მიდიხართ ნაბიჯით მიზეზიანით, მიდიხართ მაღალი, მიდიხართ ზორბა, მაღალი თეძოებით და მაღალი ფეხებით, ყელი თეთრით და მაღლით, თმებით გაშლილით და მსუბუქით, ჭრელი და მოლაპლაპი და შემოტმასნილი კაბით, მიდიხართ ქუჩაში ნაბიჯით ჩქარით და მიზეზიანით, მიდიხართ ქუჩაში ყელაზიდული, მიდიხართ ამაყი და მჭროლი, მამაკაცები ჩერდებიან, ფეხსაცმელები შეჩერებით, უეცრით, ფართოვდებიან თვალები მათი, რათა მთლიანად დაიტოვოს სხეული თქვენი, ესოდან მაღალი და ზორბა, გებჯინებიან თვალები ათასობით, თქვენი სხეულის ყოველ ნაკვთზე სხდებიან თვალები, თვალებზე კიდევ თვალები, უამრავი, რომლებიც იყურებიან ერთმანეთში და აღწევენ თქვენამდე, თუ ვინმე მგაბე დაიღოს ფუნჯი და მოისურვოს თქვენი დახატვა, მე ვისურვებდი დაგხატოთ ასე, დახატოთ სხეული, რომელიც შედგება თვალებისაგან, ქალი, თვალები მამაკაცების, მიდიხართ ნაბიჯით ჩქარით, მიდიხართ და კი არ მიდიხართ და ცეკვავთ, მინახავს მე ცეკვები უამრავი, რომლებიც აცეკვებენ სისხლს, რომლებიც აღძრავენ ფეხებს, მაგრამ სულ სხვა ცეკვა თქვენი, იგი აჩერებს ფეხებს, მოარულებს, იგი აჭედებს ფეხებს ფილაქნებზე, მიდიხართ და გებჯინება თვალი უამრავი, და ყველა თვალებში კივის სიხარულით ვნება და გაუცება, წყურვილი ამხეთქილი და გადმოყვარული, ქუჩის კუთხეში, მაღალ თეთრ სახლთან დგას ახალგაზრდა ჭაბუკი უწვერული, იგი მაღალია, სუსტი და ფერფრთალი, თმები აქვს ქერა და თვინერი, თვალები ფართო და დაფლისფერი, ეს თვალები გიყურებენ თქვენ, ამ თვალებში არ არის გაკვირვება, ამ თვალებში არ არის ვნება, ამ თვალებში არის სისველი, რომელიც ჯერ ცრემლებად არ გადაქცეულა. ო, ქალბატონო, გევედრებით, იწამეთ ღმერთი და შეიბრალეთ ჭაბუკი იგი. ო, ქალბატონო, გევედრებით, იწამეთ ღმერთი და მის თვალებში ჩამდგარ სისველეს, რომელიც ჯერ ცრემლებად არ გადმოქცეულა. ნუ გადააქცევთ ცრემლებად. რევა ზინანიშვილი, ხევსური. ამ აგვისტოს ბოლოს კახეთიდან ბრუნდებოდი. აეგრე მოკლებზე გადმოვედი ლელიანვილას რას მეწავადეთი. ხედავ ჭყატობია, იმ ჭყატობს იქით მუხათქას. მზე ჩადის, სხივები ტოტებ ქვეშ გამოშვერილა შუბებივით და იმ სხივებში გუნდად შეკრული ქინქლა ავარდება მაღლა და დაიწევს ისევ. გამიგვირდა რა არის მეთქი. გადავტოპე ჭყატობი, გაორღვიელელი და საკვირველ სურათს წავაწყდი. მუხის ქვეშ ერთი ებერთელა ხევსური გაშხლართულა გულაღმა. ცამოძენძილი გალიბანდი შუბლზე ადევს, დევივით ფშვინავს და ფუო რომ ამოისუნთქავს, ის გუნდად შეკრული ქინქლა შადრევანივით ავარდება მაღლა, ჩაისუნთქავს და დაესებიან ჭარხალივით გაწეთლებულ ცხვირპირზე. შემებრალა, შემანჭრე, გავაგვიძე და ვუთხარი. ადე ძმაო, აქსაც წამოწოლი ხარ, ქინქლა და კოღუქჭამს მეთქი. არაფერია, არამსის მიაქვთო. გადაბრუნდა და ისევ ძისმისცა თავი. შენ კიდევა, საათის ხანა არ მაძინებსო, ვაი მოგიკვდა ჩემი თავი ძმისა. რევა ზინანიშვილი, მარადიული პეიზაჟი. სულიქით ცა არის, შემოდგომის ლურჯად მიყუჩებული ცა, მის წინ შემრეშილტყიანი, გრძლად წასული გორა, გორის წინ სანთლებივით სწორად ასული ალვები, ალვების წინ მსუბუქად გაფენილი ყვითელი სიმინდები, ჯაფარა მიფრინავს იმ მსუბუქ სიყვითლეში. სიმინდების წინ ძეძვის მუქი ხობე, ხობესთან შავად გაგრაგნილი ტოტებ შეკაფული მუხა, ნაკაფზე ფუნჯება დამოყრია წვრილი ყლორტები, მუხასთან გრძელი საცალფეხო ხიდი, ხიდქვეშ მიედინება წმინდა ოქროსფრად მოციმციმე წყალი, ხიდზე გამოდის წელში მოხრილი თითქმის მუხლებამდე ცხვირმიტანილი შავი დედაბერი, ზურგზე ხიდია პირთამდე სავსე ტომარა. ფეხის წვერები ერთმანეთის მოყოლებით მოიწევენ ჩემკენ. ვერ ვცნობ და მაინც, დედაჩემს იმ სავსე ტომარით დარდი მოაქვს ჩემთან. მერაბ კოსტავა, თავისუფლება. საკანი, სენაკს მაგონებს იგი. პატიმარი, მეუდაბნოეს არა ნებაყოფლობს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავატყუოთ საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვინველისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღზრული ტოვები, რომელთა დასადავება გათოყვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა სოფლისაგან განდგომილთა სამოყვარე მიზანია.
მეც აღარ დავაყენე და უმკაცრესი კანონმდებლობის სანქცია დავადე ჩემს აბეზარ სურვილებს. გარდუღალობის ძალით სათითაოდ დავატოს აღე და შეუდექი მათ უნობელ განკითხვას. გაუჩინარდა გლუვი გველაძუა. ნაირფერად აიგვარებული ხატება მათი შეწყდა მათი მოусვენარი საყვედურით ახსავსეს სისინი. მოისვენა სხეულმა და სადღაც გონებაში აკიებდა სიმშვიდის მომფენი კანდელი სულის მიერ. სამყლის დამხანჯლავის სინათლე შთენილა მარტოოდენ ერთადერთ ჩაუფერფლავს სურვილად. ცის ნაყლეთები არადისობის ლურჯი იებივით მოსდგომიან ცხავრის ვიწრო სამზერებს. თვალბუდეები ძლივს ამაგრებენ ამოსავარდნად გამზადებულ უსასრულობის მირაჟი დატყვევებულ თვალებს შორს კაბატონზე იალქანებით ლაპლაპებს სივრცეში მონავარდე მტრედი. უცნაურად ენამეჭავრებს იგი, როცა ფერმწერის სიმსუბუქით ჰაერში ავლებს იდუმალ ხაზებს, ნეტად უფიქრავს ამ ფარულ ნიშნებს აღმოუჩინოს სადმე წამკითხველი, ამაოდ რადგან ისტორიის სათავეებთან აღმართული გასაოცარი სახე კალხასისა ჩვენმა აკადემიურმა საუკუნემ არა თუ ანაქრონიზმად ბალღობის ჟამინდელი უმეცარი კაცობრიობის მონაჩმახად მიიჩნია, როგორც ყოველივე მითოლოგიური. რაოდენი თავისუფლებაა საოცარო ფრინველო შენს მოძრაობაში. განუსაზღვრელი ექსტაზის სივრცეთა თანთქმისა, ერთდროულად ყველგან ყოფნის სურვილი, თავისუფლება დიახას გულისხმობს ყოვლის მოცულობას და შენ უთუოდ ფლობ მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვისთი მე, როგორც პატიმარი. მაგრამ შენს უბოროტო გულს, შენს უმანკოებას ვფიცა უსპეტაკესო, კიდევ მეტად რომ დავიწროვდეს საკანი. თუნდაც რომ დაიზრდნენ და კუბოს ფიცრებივით შემომეჩნდნენ მისი კედლები, შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალი. შენ სივრცეებში გასწავლეს ფრენა, მზე მოქროს სვარში ამოვალო საშვირველი სითეთრე, შენი სხეულისა მიწამდე დაყინთავ და წამის ყოფაზე უმალ დიდებული მნათობის ყალთასთან ნებიერად ამოყინთავ ფირუზოვან თვალსაწიერის მეუფეო, მაგრამ ვერ მომატყუებს ეგ შენი თავდავიწყებამდე დაუცხრომელი ნავარდი. არამც და არაც შენ არ ახარ თავისუფლება. არამედ მარტოოდენ სიმბოლო ხარ თავისუფლებისა. ნამდვილი თავისუფლება აქ კუბოს და ვიზრო საკანში იშვის, აქ შეგრძნებათათვის ხანგრძლივ მოწყენილობაში იბადება იგი. უჩინრად ისახება ენერგიულ ფიქრებში, დაიზვრის როგორც მდინარე მეხსიერებისა და მიეშურება ჩემივე ცხოვრების სათავისაკენ. დავიწყების უსწრლიდან მოუხმოს გადასულ სახეებს, აც განვლი ცხოვრებისეულ შემთხვევებს, ნაფიქრ ნაგზნობსა თუ წარმოსახვაში აელვარებულ სურათხატებს. ხელახლა აცოცხლებს ახლებურად წარმოგვიჩენს მტერსა და მოყარეს და შენში ბადებს ახალ თვალს მსაჯულს. შენივე სიღრმისაკენ მიქცეულს, რომელიც დაწვრილებით გამოიწვია და შენ წავსო შენს დამოქმედავს, ნაფსკამს გულის ნადევს თუ ნააზრებს. ადამიანებისადმი მიმართებას პირუთნელობის უქცეველი სასწორით ასწრონის ყოველივეს ნაწევარს გაამთმიანებს, მიზეზებიდან გამოიყვანს შედეგებს და შედეგებიდან კვლავ მიგაბრუნებს მიზეზებისაკენ. რითაც გასწავლის კითხვას დროჟამისეულ კანონებში არ ეკლი ბედისერის წიგნისას. დროჟამისეულ მდინარებაში გასწავლის ნავარდს ისე ვით შენ განავარდობ საოცარო ფრინველო უკიდაგანო სივრცეში. სინანულის საკურთხეველთან გამბანილ სინდისის ცეცხლში გამოგაწევთობს, საკუთარ თავს, საკუთარ ჭეშმარიტ არს გაპოვნინებს. სიკველის საწყისსა და უჟამობის სამანებს მიგაახლებს და მაშინ ამ ახალი სიმაღლიდან განახლებული სულისა და შემოთებით გააცნობიერებ და გადააფასებ ნებისმიერ არსებას, ნებისმიერ საკანსა თუ მოვლენას და ისეთ უნიშნელო გასაჭირსაც, როგორც პატიმრობა, ოთხკედელშუა გამომწყდება, გიხსნის და რაც თავარია დასრმავს აძლევს შენში ახალ ჭეშმარიტ ცხოვრებას, შინაგანი თავისუფლების შუქით გასხივოსნებს. მაშინ ასე სივრცეების პატარა ბინადარო შენ მხოლოდ ჩვენერი სიმბოლო ხარ იმ თავისუფლების ამდენ საკანში რომ აიწყო აღმოცენება. ოდესღაც მტრედისფერი დაარქვეს რიჟრას, როცა კაცობრიული ცხოვრების გარიჟრაზე პატრიარქმა დიდმა წინაპარმა ნოემ წარღვნისდებულ სტიქიათა დასხომისად გადმოგთხოვნა პირობამდე როგორც მაცნე გადარჩენილი კაცობრიობის ახალ საფეხურზე აღზევების. და შენ მაშინ ცნობიერების გარიჟრაჟის სიმბოლოდ იქეცი. სპეტაკზე უსპეტაკესად გიხილა ზეცით გადამოსული იორდანეზე წინამორბედმა ნუკლისამა და ნათლისმცემელმა, როცა ლაჟვარდოვანი სიწმინდის მისაღებად მოიწიფა კაცობრიული გონი და ამ ახალი განწმენდილი ცნობიერების სიმბოლოდაც შენ შეიქმენ. ცნობიერება მიგვაახლებს ჭეშმარიტებას, ხოლო ჭეშმარიტება თავისუფლების ძალუმი ფრთებით გვაუმჯებს. ანგელოსის ორი ფრთა ფრესკაზე მაღალი ცნობიერი ცხოვრების ხატია, ხოლო ქერუბიმის 6 ფრთა ხატი განუსაზღვრელად უფრო მაღალი ცნობიერებისა. და ვინ უნდა გაგიმართოს ზერა შენ უფალო, რომელიც ყველგან ხარ და ყოველივეს აღავსე მადლითა შენითა. ეს შენ მოგვივლინე სულიწმინდის ხატად ელვარი ნიმბით მოსილი პატარა მტრედი, სხეულის მიერი საქმის სიახში რომ აგვინთებს ცნობიერების კანტას და გვაზიარებს ანგელოსურ ბუნებას შენსას, უკვდავებისა და თავისუფლების საწინდას. ჭეშმარიტად არსებობს შენგან დადგენილი ცით დედამიწამდე დამავალი და მიწით ზეცამდე ამავალი ანგელოსური კიბეთ ცნობიერების ხარისხებისა, შენგან რჩეული ერის ნუგეშად რომ მიხილე ოდესღაც ბიბლიურმა იაკობმა. შენ ახალ მტრედო ხატი ცნობიერების ამ სიმაღლეთა ერთიანობისა. ბუმზერ სივრცეში შენს დაუსრულებელ ნავარდს
როგორც ჩემი სულის პროექციას გარე სამყაროში და ტკბები მშვენიერი სიმბოლოთი, რომლის ჭეშმარიტმა ასმა ჩემშივე იწყო აღმოცენება.